ფილმში მონაწილეობს 12 ნაფიცი მსაჯული, ეს სწორია, კანონიკურია, ამერიკაში ესე არის, მაგრამ 12 მხოლოდ მამაკაცი. აშკარად უკვე დარღვევაა, რომ პრაქტიკულად ძალიან წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ 12 მამაკაცი იყოს, აუცილებლად უნდა იყოს შერეული, ქალიც უნდა იყოს აუცილებლად, 12 თეთრი მამაკაცი. ეს აშკარად არის კიდევ მიუღებელი პოზიცია, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ მხოლოდ თეთრები იყოს, ამერიკა არის მოგეხსენებათ მრავალი მულტიეთნიკური საზოგადოება და იქ აუცილებლად უნდა იყვნენ ან შავკანიანები, ან ლათინოები, ასე შემდეგ და აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის საზოგადოების გარკვეული მოდელი აღებული, ანუ ასე ვქვია, ჰომოგენური საზოგადოება, ანუ ყოველი საზღვარი მოხსნილი არის ერთტიპიური საზოგადოება, ანუ საზოგადოება გაერთიანებული, გამთლიანებული, ერთიანი, სადაც პრობლემები არ უნდა არსებობდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ პარტია. ხო, აშკარად ეს ის საზოგადოება, ვისაც ძალიან ხშირად იდეოლოგიურად ბევრი ესწრაფის, რომ გავერთიანდე, ჩვენ ყველაფერი საერთო გვაქვს და შემაი ეს აღებული ეს მოდელია. მტერი სასახას ჩანს არა თეთრი აშკარა არის, არც შავკანიანი არა, მაგრამ აშკარად ლათინოამერიკელია, როგორც ჩანს იმ პერიოდში პუერტორიკელების პრობლემა არსებობდა შტატებში და აშკარად ჩანს ამ ბიჭის სახეზე ეს არის ალბათ უფრო პუერტორიკოელი. აშკარად არის იზრდება ისეთ უბანში სხვები არ იზრდებიან ეს კარგად მკაფიო ჩანს რომ განსხვავებული არის ანუ ამ საზოგადოების წევრი არ არის სადაც შეკრებილები არიან და უპირისპირდებიან მას და მიუხედავად იმისა რომ ტერი ანუ განსხვავება ჩანს ანუ ჩვენ ერთიანობა ჩანს და უცებ იბადება ჭეშმარიტების მარცვალი ეჭვი მოდით სხვანაირად შევხედოთ ამას ანუ არ არსებობს იდეალური საზოგადოება ეს ჩემთვის პირველი ინფორმაცია და ამიტომ მიყვარდა ეს ფილმი ყოფს და მიყვარდა დღესკენ დავწმუნდი ამაში თუმცა სხვათა შორის ამ ფილმში უკვე ის მინუსები დავინახე სადღაც ვერ ხედავდი მაგრამ ამაში თუ იქნება ლაპარაკი ძალიან ზოგად მაგრამ არანაირად ეს მინუსები არ ჯდილობს ფილმის გენიალურობას მართლა იმაში ერთ საუკეთესო ფილმად და კინემატოგრაფიულ შედევრად და აი თავი პრობლემა არის რომ თავი ჩემი ღირებულება საზოგადო ღირებულება ეჭვი ანუ ეჭვი და ყოველთვის დააყენე ეჭვში იდეალური მოვლენა ნუენდობი იდეალურს ნუენდობის ხვის მიერ შენს თავს მოხმობს ანუ შემოთავაზებულს შენ საკეთილდღეოდ გარკვეულ ღირებულებებს და ნუ იქნება შენი ღირებულებები შეთანხმებული ღირებულებები ანუ ნუ დავეყნობით იმ ღირებულებას ჩვენ ვაღიარებთ დავეყნოთ ღირებულებას რომელიც არის ჩვენ რომელზეც არის დაფუძნებული ჭეშმარიტება ანუ ერთ-ერთი ღირებულება ისო ჩვენ აქ